მოგესალმებით ბიზნეს ინსაიდერი ტრადიციულად 4 შაბათს 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ კვლავ რადიო სივრცის ეთერშია და ვიდრე სტუმარს არ მოგიდგენდეთ, როგორც ყოველთვის საინტერესო სტუმარი გვეყოლება, თუმცა მანამდე ასევე საინტერესო დღის მიმოხილვა, რომელიც მართლაც დღეს გამორჩეული იყო, ვინაიდან სულ 3 საათის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ბრიფინგი, რომლის ერთი დიდი ნაწილი შეეხებოდა ენერგეტიკის სექტორს, ენერგოპოლიტიკას და მოვისმინეთ მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება 1 მილიარდი ლარის ჯარიმების საურავების ჩამოწერა კომპანიებისთვის ენერგოსექტორში, რომლებიც საქმიანობენ, ბუნებრივია და რაც მთავარია, აქ მთავარი ანონსი და აქცენტი, რომ ეს თანხა მოხმარდება კვლავ სექტორის განვითარებას. შორის ძალიან საინტერესო თემაა და ძალიან საინტერესო იყო ბრიფინგზე გაჟღერებული აქცენტები, ისევე როგორც თანხები, რომელიც დასახელდა საეკონომიო ნაწილში, ეკონომიების კუთხით, თანხები ეკონომიების კუთხით აღემატება ჯამურად, ასე ვთქვათ, ენერგოსექტორში ოპტიმიზაციის შედეგად 374 მილიონ ლარს უკაცრავად, რაც საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ 374 მილიონ ლარზე, მხოლოდ ოპტიმიზაციის შედეგად ძირითადში რომ ვთქვათ და ასე ვთქვათ არსებული პროექტების და შესყიდვების აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაწილია და ეს თანხა შეგვიძლია ვთქვათ 374 მილიონი ლარი უკვე მიემართება ენერგეტიკის სექტორში. თუმცა ამის პარალელურად როგორც ჩვენ ვიგებთ და პრინციპში ამ ყველაფერს ხედავდით ყოველდღიურად განვითარებული მოვლენებიდან, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ხდებოდა ძალიან აქტიური ანალიზი ენერგოსექტორის, ვინაიდან ჩვენ არაერთხელ ვნახეთ სხვადასხვა დონეზე შეხვედრა ენერგოსექტორთან, ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი შეხვედრა და სექტორული შეხვედრა ერთ-ერთი პირველი იყო სწორედ საქართველოს ეკონომიკის და განვითარების მინისტრის ბატონ მარიამ ქრუიშვილის მიერ შეხვდა ენერგოსექტორს, მაშინ იყო მთელი რიგი, ასე ვთქვათ, პრობლემური საკითხები დასახელებული, რაც მინისტრის მხრიდან იყო დაპირება შესწავლა ანალიზის, მოკლედ როგორც ჩანს სექტორში ორი მიმართულებით მიმდინარეობდა მთავრობის მხრიდან დაკვირვება, პირველი უშუალოდ სახელმწიფო უწყებებში, სხვადასხვა სტრუქტურებში, სახელმწიფო საწარმოებში, რომელიც შეეხებოდა სწორედ ოპტიმიზაციას, აუდიტის ნაწილს, შესყიდვების ჩათვლით თავისთავად ცხადია და მეორე ნაწილი იყო დარგთან, უშუალოდ ინვესტორებთან კომუნიკაცია და სწორედ აი ამ შეჯერებული ინფორმაციის საფუძველზე მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება დღევანდელი მდგომარეობით განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა 15000 მეგავატის პოტენციური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტები და რა თქმა უნდა აქ ერთის მხრივ მნიშვნელოვანია რომ ჩაიხსნას სპეკულატიური პროექტები, ასე რომ ვთქვათ, ვინაიდან ისინი უბრალოდ ადგილს იკავებენ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რომ თითქოს არსებობს ეს ფიქტიური პროექტები, მე ჩემი მხრიდან უფრო ამ ტერმინს ვიხმარდი და ასევე მაქსიმალურად ხელი უნდა შეეწყოს და ეს უნდა დაჩქარდეს ყველა იმ კეთილსინდისიერ ინვესტორს, რომელსაც რეალურად სურს საკუთარი კომპანიის განვითარება და შესაბამისად დარგის განვითარება, რომელსაც აქვს ხედვა ასევე ბუნებრივია მნიშვნელოვანია, რომ სექტორი ძალიან სპეციფიურია და ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე იმას, რომ აქ არ იყვნენ, ასე ვთქვათ, შემთხვევითი და ფიქტიური კომპანიები, ბუნებრივია. ჯამში, რასაც ჩვენ დღეს ვისმენდით და რასაც ჩვენ დღეს ვხედავდით, იყო ის, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოვლენილი პრობლემა იყო სწორედ სახელმწიფოს წინაშე დაგროვებული ჯარიმები, ვალდებულებები, პირგასამტეხლობები, ასევე რომელიც ბუნებრივია ჯამში საკმაოდ სოლიდურ თანხაზე გავიდა, ასე ვთქვათ, ეს მაჩვენებელი და შესაბამისად 1 მილიარდი ლარი, რომელიც არის დეკემბრის მიმდინარე წლის დეკემბრის, ანუ ახლანდელი მდგომარეობით სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულია, რომ თავარი რაც არის, რომ ყველა შეჩერებული პროექტი ჩვენ არაერთხელ გვსმენია, რომ გაჩერებულია გარკვეული ენერგეტიკული პროექტები, არსებობს სხვადასხვა ბარიერები და სწორედ აქცენტი არის ამაზე გამახვილებული, რომ ყველა შეჩერებული პროექტმა უნდა დაიწყოს ფუნქციონირება და ყველა ბარიერი უნდა მოიხსნას, ანუ ბარიერებისგან თავისუფლად
შეჩერებული პროექტებმა უნდა დაიწყონ საქმიანობა და ეს პატიება სწორედ ამას ემსახურება, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი მაგრამ, რომელსაც აქ ვეცნობით, ეს არის თავშივე ხაზგასმული, რომ ეს არის პატიება დათქმით. პატიება დათქმით ცხადია ნიშნავს იმას, რომ არავის არ უნდა გაუჩნდეს მე როგორც გავიგე იმისი ამბიცია და ილუზია, რომ აი ახლა მოხდა პატიება და ვინმე მას შემდგომშიც აპატიებს, ანუ ვინაიდან ახლა ჩამოეწერა, ის აიღებს ახალვალდებულებას და მე კვლავ არ შეასრულებს. მე რამდენადაც ვიგებ ამ განცხადებით, აქ არის ვითარება შემდეგი, რომ პირიქით ეს უნდა იყოს мотиваცია, რომ ის თანხები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში გამოუნთავისუფლდებათ კომპანიებს, ანუ სწორედ ამ ჩამოწერის შედეგად მათ შორის, ანუ ეს ვალდებულებები გაუნთავისუფლებათ კომპანიებს, ეს თანხები ამ თანხების ინვესტირება უნდა მოახდინონ, ეს უნდა იყოს ახალი შეთანხმება ურთიერთპასუხისმგებლობით, ახალი ვადებით, ახალი ვალდებულებებით და იმ შემთხვევაში თუ ამ დროს ვერ შესრულდება ახალი ვალდებულებები, ამ პერიოდის განმავლობაში ბუნებრივია, მათ შორის აღდგება, ასე ვთქვათ, ის ძველი ვალდებულებების ნაწილი და სახელმწიფოს მხრიდან იქნება მკაცრი მიდგომა, ეს არის, ასე ვთქვათ, კეთილი ნება მთლიანობაში და ბუნებრივია ეს კეთილი ნებას ვერ ექნება ესეთი მუდმივობის ხასიათი, შესაბამისად ეს უნდა იყოს ერთჯერადი ესეთი მნიშვნელოვანი აქტი, კიდევ ერთხელ კომპანიებს ეხსნებათ ბარიერები და შესაბამისად მათ ეძლევათ საშუალება და ეძლევათ მაქსიმალური мотиваცია, რომ სექტორის განვითარებისკენ მიმართონ, ასე ვთქვათ, საკუთარი შემდგომი საქმიანობა. მთლიანობაში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ რასაც ვხედავთ, მთავრობა განახლებას აკეთებს, ასე ვთქვათ, ენერგეტიკული პოლიტიკის და ენერგოსექტორში ჩართული კომპანიებისთვის, ვინაიდან ენერგოსექტორი საქართველოსთვის არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ, მხოლოდ ერთი რომელიმე სექტორი, რა თქმა უნდა, ყველა სექტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ენერგეტიკის სექტორზე, არ უნდა დავიწყოს, რომ ენერგეტიკული, ეკონომიკური უსაფრთხოება სწორედ ამ სექტორზეა და აქ აღნიშნულიც იყო, მათ შორის ბრიფინგის ნაწილში, რომ სახელმწიფო სტრატეგიული მიზანია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს გახდეს ერთი მხრივ თვითკმარი ქვეყანა, მეორე მხრივ ექსპორტიორი ქვეყანა და ბუნებრივია, როდესაც ასეთი მიზნები არის დასახული, მას სხვანაირად ჭირდება მიდგომა ენერგეტიკული პოლიტიკის განახლება ჭირდება გადატვირთვა და ეს სწორედ გადატვირთვა განახლებაზე იყო ორიენტირებული, ეს მნიშვნელოვანი ანონსი ამ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მათ შორის ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაზე, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაზე, ამ შემთხვევაში ცალცახად მნიშვნელოვანია და ხაზგასასმელია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის პარალელურად ჩვენ გვჭირდება, რომ ენერგოსექტორიდან უზრუნველყოფილი იქნას შესაბამისი გენერაცია. ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდეს ერთი მხრივ ჩვენი მოხმარებისთვის, ჩვენი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფად შესაბამისი ენერგორესურსები, ასე ვთქვათ, ენერგორესურსები გადათარგმნილი უკვე ამ შემთხვევაში მიწოდებულ პროდუქტებში და ნუ ცხადია მეორე მხრივ მოვახდინოთ სწორედ ორიენტირება ექსპორტზე. აქვე არ უნდა გვავიწყდეს ის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც შეეხება შავი ზღვის კაბელს ამ შემთხვევაში და შავი ზღვის კაბელი, რომელიც საქართველოს და რეგიონს დამატებით დააკავშირებს ენერგეტიკული კუთხით, ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ამ შემთხვევაში ევროპასთან ეს მნიშვნელოვანი დეტალია, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის საინვესტიციო გარემოს ერთის მხრივ და ბუნებრივია მეორე მხრივ საშუალებას ადლებს ქვეყანას მიიღოს მეტი შემოსავლები. მოკლედ ეს იყო ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ჩვენ ბრიფინგზე მოვისმინეთ. ვხედავთ უკვე გამოხმაურებას ენერგოსექტორის ჯამში მთლიანობაში არის პოზიტიური გამოხმაურება, ნუ შეუძლებელია, როცა ამ ხელა, ასე ვთქვათ, პატიებაზეა საუბარი, ამ ხელა თანხების ჩამოწერაზე ეს ვინმეს არ უხაროდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ამას თანსდევს მკაცრი ვალდებულებითი ნაწილი. ვნახოთ, ბუნებრივია პროცესის განვითარებას ვუძლებთ, რაც მთავარია, რა არის პირადად ჩემი მოლოდინი ამ შემთხვევაში, რა შთაბეჭდილება დამჭირდა, ჩემი მოლოდინია, რომ ენერგოსექტორში უნდა გააქტიურდეს ამ შემთხვევაში ინვესტორების მოქმედება, როგორც არსებული ინვესტორების, ისე ენერგოსექტორით უნდა იყოს
დამატებითი, უნდა გაჩნდეს თქვა დამატებითი მიზიდულობის ცენტრი სექტორში. მოკლედ დღეს ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სწორედ ეკონომიკის განვითარების საკითხებზე, უნდა ვისაუბროთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, საინვესტიციო ნაწილზე, მათ შორის რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ ჩვენ ლეონისტი დამაიმედებელი ციფრები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით და სამომავლოდ ჩვენ სტუმრობა ვთხოვეთ ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს და მეგობარს ბატონ მიხეილ დუნდუას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს. ბატონ მიხეილ, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მადლობა ბიზნეს ინსაიდერის სტუმრობისთვის, მადლობა თქვენ. პირველ რიგში თქვენი შეფასება, როცა ვსაუბრობთ ხოლმე რომ პატიება მოხდა გარკვეული თანხების ჩამოწერა, მათ შორის ეს უფრო ფისკალური ნაწილი და ფინანსური პოლიტიკის ნაწილია და საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილია, ხო, პოტენციურად ჩვენ უარი ვთქვით, ანუ სახელმწიფომ უარი თქვა 1 მილიარდ ლარზე, რაც არ არის ცოტა თანხა, თუმცა სასწორზე მეორე სხვი დევს ის პოლიტიკა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. როგორ შეაფასებთ თქვენ ამ ექსპორტებს? ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ინვესტიციების საინვესტიციო პროცესების დაჩქარება, მეტი ინვესტიციების უზრუნველყოფა და ყველა ნაბიჯი გადადგმული ამართულებით არის მისასალმებელი. ეკონომიკა იზრდება, ნიშნავს, ეკონომიკის ზრდის სტიმულირება ნიშნავს, უფრო მაღალი იქნება საგასახადო ბაზაც და საბიუჯეტო შემოსავლებიც და როდესაც თქვათ გამოყენება არ ხდება რაღაც პროცესის, კეთილსაიმედო პროცესის და ისე დავალიანება გროვდება, რომლის გადახდის უნარიანობა არის დაბალი და ეკონომიკურ საქმიანობაში არაა ჩართული პროცესი ამ დროს ჯობს რომ სახელმწიფო პრაგმატულად მიუდგეს საკითხს და საინვესტიციო პროცესების დაჩქარების სანაცვლოდ მიცეს საშუალება ბიზნესს ეს თანხა გამოიყენოს ინვესტირებისათვის და გააცოცხლოს ეკონომიკური პროცესი და გაცოცხლებული ეკონომიკური პროცესი თავისთავად წარმოუშვებს საგასახადო შემოსავლებსაც და უფრო მეტი ადამიანის დასაქმების და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის გარანტიებსაც იძლევა. კი ბატონო, როგორც შეფასდა, როგორც განცხადებაშიც უსმენდი და შემდგომ ვკითხულობდი ასე ვთქვათ, რომ დეტალურადაც როგორც შეფასდა, თავარ დაბრკოლებად რეალურად ეს ფაქტორი იქცა, რომ აი ეს წლების განმავლობაში დაგროვებული ვალდებულებები იყო მათ შორის რაღაც ესეთი არც თუ გონივრული ვალდებულებების აღებებით გამოწვეული ასე ვთქვათ. შესაძლოა, რომელიც ამ პერიოდში. გადავიდეთ სწორედ საინვესტიციო ნაწილზე, ჩვენ ვნახეთ უახლესი მონაცემები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა და საკმაოდ საინტერესო მაჩვენებლებია და რა თქმა უნდა დარწმუნებულები ვართ და აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ შემდეგ წელს ჩვენ აქ ნახავთ ენერგეტიკის წილის გაზრდილს. თუმცა მანამდე არსებული ვითარება რომ შევაფასოთ. კი ბატონო, გაიზარდა პირდაპირ უცხოური ინვესტიციები მესამე კვარტლის მაჩვენებელი 9 მილიარდ დოლარზე, 533 მილიონ დოლარზე მაღალია და გაორმაგებულია წლიური გაანგარიშებით, გასული წლის მესამე კვარტალთან მიმართებით, ორჯერ გაზრდილი მაჩვენებელი და 9 თვის მონაცემები არის დაახლოებით 1.3 მილიონი დოლარი. ჩვენ მაღალი ინვესტიციებს ველოდებით, დიდი რაოდენობით ინვესტიციებს ველოდებით საბოლოო ჯამში წლიურ ჭრილში და იმასაც შეგახსენებთ, რომ სწორედ წელს, როდესაც ჩენდლერის ინსტიტუტი ჩაატარა კვლევა, რომელიც IMF-ის საერთაშორისო ფონდისა და საერთაშორისო ინსტიტუტებზე დაყრდნობით იყო წარმოუდგენილი, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით საქართველოს მთავრობა მეოთხე ადგილზე გაიყვანა მსოფლიოში, მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში, რაც კარგად წარმოაჩენს იმ შრომას, თუ რა შრომას ეწევა სახელმწიფო იმისათვის, რომ მოზიდული იყოს ინვესტიციები. მოზიდული იყოს ინვესტიციები არა მხოლოდ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, არამედ მოზიდული იყოს ინვესტიციები, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური და გაძლიერდეს საინვესტიციო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ თუ შევხედავთ საერთო ფონდის ბოლო პროგნოზებს და მაჩვენებლებს, სადაც არათუ უცხოური მთლიანი ინვესტიციების წილს ეხება მთლიან შერპროგრამთან მიმართებაში, ჩვენ წლიდან წლამდე ისტორიულ მაქსიმუმზეა დაფიქსირებული წლევანდელი პროგნოზები, თუ ამერიკულ დოლარში შევაფასებთ ამ მაჩვენებელს, მივუსადეთ ამერიკულ დოლარში მთლიანში და პროდუქციის პროცენტს, რომელიც არის ნაჩვენები ინვესტიციებთან დაკავშირებით და გადავაჭარბებთ წლიდან წლამდე გადავაჭარბებთ ძალიან მაღალ მაჩვენებლებს 8 მილიარდ დოლარზე, 9 მილიარდ დოლარზე და 12 მილიარდ დოლარზეც მაღალი იქნება ეს 2030 წლის ჩათვლიდეს მაჩვენებელი. საქართველოს არის გამორჩეული ქვეყანა იმისათვის, რომ ქვეყანა აქ გახორციელდეს მასშტაბური ინვესტიციები, მასშტაბური ინვესტიციები როგორც საზღვარგარეთიდან, ისე ქვეყნის შიდა საინვესტიციო ძალისხმევითაც და საბოლოო ჯამში ყოველივე ეს ბუნებრივია აისახება
დასაქმებაზე, აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, აისახება საქართველოს მოქალაქეთა შემოსავლების მატებაზე, რაც ყველას საერთო მიზანია. კი ბატონო, მართლაც ყველა საერთო მიზანია ეს ნაწილი და ძალიან ველოდებოდით ინვესტიციების მაჩვენებლების გამოქვეყნებას, ვინაიდან ჩვენ მანამდე ხედავდით ისეთ საკმაოდ ნეგატიურ კამპანიას ინვესტორებთან მიმართებაში, ზოგადად ინვესტიციებთან მიმართებაში, იყო საუბარი საქართველოს ინვესტორები არ ინტერესდებოდნენ, მეორე სულ გამოჩნდება ინვესტორი და არის ასე ვთქვათ პირიქით საუბრები ინვესტორის გამოჩენასთან ერთად 1000 მიზეზებით, ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება რომ ახლა ბოლო ემარის кейსი არის ამასთან დაკავშირებით, როგორ ხდება ასე ვთქვათ. მანამდე ვნახეთ ხა ენერგეტიკაზე ვლაპარაკობთ და ჩვენ ვნახეთ სამწუხარო მაგალითი ვთქვათ ამ შემთხვევაში ნამახვანის სახით თუნდაც ხომ და ანუ გარკვეულწილად ალბათ შიგნით კიდე მეტი გვაქვს სამუშაო რომ ინვესტორებთან მიმართებაში რაღაცნაირად ეს პოლიტიკა შეიცვალოს. ფაქტია რომ მიზანმიმართული შეტევა ხდება ხოლმე ინვესტორებზე ასევე. ხდება შეტევა, თუმცა საერთაშორისო აღიარება, მათ შორის აღიარებები მსოფლიო ბანკიდან, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, ეს საქართველოს მაგალითად მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევაში ბიზნესზაობის ანგარიში რეიტინგი რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს არის დასახელებული საუკეთესო ლოკაციად ბიზნესისათვის. საუკეთესო ლოკაციად ბიზნესისათვის და ეს უცხოელი ინვესტორები რას ნიშნავს? პირველ პოზიციაზე. აი, როდესაც აი ასეთი საუკეთესო პოზიცია შრომითი საქმიანობისათვის მაგალითად, საუკეთესო ქვეყანა შრომითი საქმიანობის ბიზნესის თვალსაზრისით, ბიზნეს პროცესის წარმოების თვალსაზრისით და შესაბამისად, როდესაც ყველაფერს კეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი დასაქმებით, რაც შეიძლება მეტი ინვესტიციის მოზიდვით ეკონომიკა წავიდეს წინ, ამას ყველა მხარი უნდა დავუჭიროთ. ეს არ არის პოლიტიკური საქმე, ეს არ მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური საქმე პარტიული კუთვნილების, ეს საერთო საქვეყნო საქმეა და როდესაც მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს საინვესტიციო პროცესების დაჩქარებას, ეკონომიკურ ზრდას, ეს ყველამ აბსოლუტურად უნდა გავითავისოთ და ხარში დაუდგეთ ერთმანეთს, რათა ერთიანად ძლიერად ავაშენოთ ქვეყნის ეკონომიკა. კი ბატონო, აბსოლუტურად და ეხლა სწორედ ამ ეკონომიკურ ნაწილზე მინდა გადავიდეთ, ასევე ვნახეთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ვნახეთ მათ შორის 10 თვის საშუალო მაჩვენებელი ამ კუთხით, შეფასებების ნაწილზე კიდევ ვისაუბრებთ, მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ ის და ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, როდესაც ერთად ყოფილვართ ეთერში, მათ შორის ამ ეთერში, რომ ვთქვათ, ის პროგნოზები, რომ საქართველოს ექნებოდა ეკონომიკური ვარდნა მიმდინარე წელს, მსგავსი არაფერი. აი, როგორ შეაფასებთ აი ამ ტენდენციას, ჩვენ რომ შევაფასოთ 10 კი 11 თუ აქვს, მაგრამ 10 თვის ფაქტობრივი მაჩვენებელი, რომელიც ეხება ღია ინფორმაციებია. კი ბატონო, საქართველოს ეკონომიკურ საშუალო მაჩვენებელი 7.8%-მდეა, 7-დან 8%-მდე და ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი ერთხმად აღიარებს, რომ საქართველოს ექნება 7%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. და სხვა არც ერთი პროგნოზი არ არსებობს, სადაც საერთაშორისო ინსტიტუტის პროგნოზი გულისხმობს, სადაც მაგალითად საქართველოში ეს მაჩვენებელი შემცირებულია, ან დაბალია, ნაკლებია მოლოდინი პირიქით. მაღალი მაჩვენებლებია. რეალობაც უფრო მაღალია, ვიდრე პროგნოზირებული, ფრთხილი პროგნოზი გაკეთებული, ესე ვთქვათ, წარმოუდგენელი რიცხვები და საქართველოს აჩვენებს ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს სოფლიოში. ბრწყინვალედიანი თვალსაზრისით გამორჩეულად მაღალ შედეგს. პროგნოზები, როგორც 2030 წლამდე აუსავილ ფონდს არის ძალიან ძლიერი და 2024-30 წლების მაჩვენებელი ერთ სულზე რეალური და მსხვიდელუნარიანი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით ერთ სულზე გაანგარიშებით ევრაზიაში პირველი პოზიცია. ძალიან მაღალი შედეგია და ბუნებრივია საქართველოს ამ შედეგებს აუმჯობესებს წლიდან წლამდე აუმჯობესებს და შესაბამისად პროგნოზებიც იზრდება ჩვენი საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, საქართველოს შემფასებელი ორგანიზაციების მხრიდან, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს მყარ რწმენას და რეალურ სურათს იმისათვის, რომ კარგად დავინახოთ პროცესი, რომ საქართველოს უნდა გახდეს და მალე გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. კი ბატონო, ბუნებრივია ამ 2030 წლისთვის ნამდვილად. რა თქმა უნდა, ამ ნაწილს ველოდებით, ბუნებრივია და ყველა ის აქცენტი ბუნებრივია ამაზეა გათვლილი, როდესაც საუბრობდით ჩვენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილზე, თქვენ ახსენებთ, რომ ჩვენ და პრემიერმა აღნიშნა, რომ ჩვენი ეკონომიკა გადაცდება 100 მილიარდ დოლარს ამ შემთხვევაში. ხომ და აქ ჩვენ საუბრობთ კიდევ დამატებით ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელიც ჩვენი ეკონომიკური და ემარის შედარება იყო, თქვა ამ შემთხვევაში.
ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსხვილი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით უზრუნველყოთ დამატებითი ეფექტი, ხომ? 6.5 მილიარდ დოლარს დაახლოებით 11 მილიარდს ეფექტი შეიძლება გქონდეს. მულტიპლიკატორის ეფექტით მას გაცილებით უფრო დიდი შედეგი აქვს, იმიტომ რომ ფულის დამატება ეკონომიკაში უამრავი ქვეკონტრაქტორის გაჩენას და ამ ქვეკონტრაქტორის ფონზე უამრავი წარმოუდგენთ ხოლმე რომ რაღაცა ერთ საცხოვრებელი სახლი აშენდება და დასრულდება. რა თქმა უნდა ეს არა, ეს ჯაჭვური პროცესია და იწვევს გადადინების ეფექტის გამოყენებით გაცილებით მაღალ შედეგს ვიდრე 6.5 ან 7 მილიარდი დოლარი შეიძლება იყოს, თუმცა 6.5 მილიარდი დოლარი, 6 მილიარდი დოლარი, 7 მილიარდი დოლარი ძალიან კარგი და დიდი რიცხვია და მას მნიშვნელოვანი, მხოლოდ მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ეფექტი, მულტიპლიკატორის ეფექტი, ანუ თავის გადადინების ეფექტით კი გაცილებით უფრო ძლიერი ეფექტი გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში რა თქმა უნდა. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გითხოთ, როდესაც ჩვენ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ვკითხულობ და ზოგადად ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებზე, ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რაც იყო, შეეხებოდა სწორედ ფიჩის შეფასებას და იქ იყო ბევრი პარამეტრი გამოყოფილი, მათ შორის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება, მათ შორის ნახეთ რეზერვების ნაწილში და ჯამში, შეფასება ნეგატიურიდან სტაბილურიც. აი როგორ შეაფასებთ ფიჩის ამ ნაწილს და აი რას ნიშნავს, ხშირად არის ხოლმე აი ფიჩი რას ნიშნავს, მუდისი რას ნიშნავს. კი თითქოს სავალუტო ფონდზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ აი რა შეცდობს აი სარეიტინგო სააგენტოები კომპანიები არის მნიშვნელოვანი სიგნალის მიმცემი ინვესტორებისათვის თუ სადაა ხელსაყრელი პირობები განვითარებისთვის. რომელ ქვეყანას აქვს უფრო განვითარების მეტი პერსპექტივა ეკონომიკური თვალსაზრისით და სად შეიძლება ინვესტიციების დაბანდება იყოს უფრო მომგებიანი, უფრო სტაბილური, უფრო კეთილსაიმედო. როდესაც ფიჩი და სხვა სტანდარტ პუარსი და სხვები დადებით შეფასებას აკეთებენ საქართველოს მიმართებით, ბუნებრივია ის ორგანიზაციები, რომლებიც უყურებენ ყოველდღიურ რეჟიმში ასეთ პროგნოზებს, იღებენ დადებით გადაწყვეტილებას ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, ან საექსპორტო საიმპორტო პროცესების გაუმჯობესების თუ სხვა მიმართულებით, რასაც ეკონომიკური საქმიანობა ქვია და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. ამას გარდა საერთაშორისო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებით საბოლოო ჯამში თავს იყრის ერთად და ყველა საერთაშორისო შემფასებელთან ერთად უქმნის დაბეჭდილებას, განწყობას საერთაშორისო აქტორებს, ეკონომიკურ აქტორებს, მიიღონ გადაწყვეტილება, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, გონივრული საღი გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებულია რეალობას და რეალისტურ ანალიზს და ისე გადადგან ნაბიჯები თუ სად განახორციელონ საინვესტიციო პროცესები, რომელ რეგიონში იაქტიურონ უფრო მეტად და საბოლოო ჯამში ეს ინვესტიციებზე დაისახება, ეკონომიკურ ზრდაზე დაისახება, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებზე დაისახება და საბოლოო ჯამში მოსახლეობის კეთილდღეობაზეც. კი ბატონო, ეს სწორედ ვაჭრობის მაჩვენებელი, რომელიც ყოველთვის არის ხოლმე ესეთი წამყვანი მიმართულება ჩვენთვის და მთლიანობაში ასევე საგარეო ვაჭრობის ნაწილი, ექსპორტის პოზიტიური ტენდენციები იყო. აი თქვენი შეფასებით, რამდენად საქართველოს იყენებს ასე ვთქვათ იმ შესაძლებლობას, რომელიც აქვს მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით, ვინაიდან მართლაც 2 მილიარდზე მეტი წვდომა, ესეთი იშვიათი ქვეყანა დიდი მადლობა. რა თქმა უნდა იყენებს ქვეყანა ამ პოტენციალს. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, მეზობლებთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან, ბევრ ქვეყანასთან და საბოლოო ჯამში ყოველივე ეს საქართველოს საექსპორტო პოტენციალს აუმჯობესებს ზრდის და ჩვენ არ გვეშინია საერთაშორისო ვაჭრობის და ვაჭრობაში კონკურენტუნარიანობის შემცირების პირიქით. თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობით საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი, საექსპორტო პოტენციალი იზრდება, მატულობს და ქვეყანა კონცენტრირდება იმ საქმიანობაზე, იმ ესეთ ეკონომიკურ საქმიანობაზე, საექსპორტო საქმიანობაზე, რომელიც ყველაზე მეტ ეფექტს აძლევს, ყველაზე კონკურენტუნარიანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის და საბოლოო ჯამში იზრდება როგორც ექსპორტი საქონლის, ისე მომსახურების ექსპორტის და არ გამოყოფენ ხოლმე მომსახურების. რა თქმა უნდა, თლიანში და პროდუქტის პარამეტრში საქონლისა და მომსახურების ექსპორტი ერთად განიხილება და ეს ერთად უნდა იყოს განხილული, საერთოდ საექსპორტოს ვამბობთ ექსპორტს, უნდა ვიგულისხმოთ როგორც საქონლის ექსპორტი, ისე მომსახურების ექსპორტი. მომსახურების ექსპორტში მაგალითად შედის საერთაშორისო ტურიზმი. ეს ტურიზმიდან ჩვენ მათ შორის ზაფხულის სეზონი ვნახეთ ფანტასტიკურია. კი ბატონო. მათ შორის შედის მაგალითად ისეთ მაღალტექნოლოგიური მომსახურება, რასაც ქვია IT სერვისის, IT
სერვისების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ასე ძალიან გაზრდილია და ამას სხვადასხვა არაერთ საერთაშორისო მაგრამ თუ რამდენად სწორად მახსოვს ევროკომისიის ანგარიშიც კი იყო აღნიშნული ეს წარმატება. საბოლოო ჯამში ქვეყანა მიდის იმ მომენტამდე, რომ შესაძლოა მალე გახდეს პროფიციტული ეკონომიკა. პროფიციტული ეკონომიკა, სადაც სავაჭრო დეფიციტის მაგრამ იქნება სავაჭრო პროფიციტი. გულისხმობ საქონლის და მომსახურების ჯამური ექსპორტის რეალური შანსი, ვთქვათ, აი ამ მიმართულებით ცვლის. რა თქმა უნდა არის, რატო ეს ძალიან მაგრამ თქვა ჩვენ ვამბობთ საქონლის და მომსახურება. საქონლის და მომსახურების მთლიანობაში, იმიტომ რომ ექსპორტი ესა რა საქონლის და მომსახურება გაიტანეს საზღვარგარეთ. ეს არის ექსპორტის მთლიანი ექსპორტის მაჩვენებელი, ის არის მთლიანი შიდა პროდუქტის შემადგენელი კომპონენტი, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. და ბუნებრივია სალდო, საბჭო სალდო საქონლის და მომსახურების ექსპორტსა და საქონლის და მომსახურების იმპორტ შორის გვაძლევს ჩვენ წმინდა ექსპორტის მაჩვენებებს მთლიანი შიდა პროდუქტში, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდადი ფაქტორია, თუ ეს მაჩვენებელი დადებითია ნიშნავს პროფიციტულია ეკონომიკა, თუ უარყოფითია ამ შემთხვევაში დეფიციტურია, ჩვენ დღეს დეფიციტური ეკონომიკა გვაქვს რაც დამოუკიდებლობა მაგის შემდეგ გვაქვს დეფიციტური ეკონომიკა, მაგრამ ქმედითი და ძლიერი ნაბიჯები ამ ბოლო წლებში გადადგული ამ მიმართულებით. ეს სწორედ განსაკუთრებით მომსახურების ექსპორტი რა ვიყოთ, მე მგონი ეს დინამიურია, გარღვევა ამ ნაწილში, განსაკუთრებით ეს IT სექტორის ეხება, მაგრამ ასევე ტურიზმის ნაწილიც, აი მართლა შთამბეჭდავია. ძალიან რამდენიმე წელიწადში ჩვენ შეიძლება გავხდეთ პროფიციტული ეკონომიკა ამ თვალსაზრისით და ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ ეს მალე მოხდეს. კი ბატონო, მათ შორის როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომელიც ამ პროფიციტულობას ხელს შეუწყობს მინიმუმ იმპორტის ჩანაცვლების ნაწილში, აი ენერგეტიკით დავიწყეთ საუბარი და როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველოს უნდა გახდეს თვითკმარი, ესეც ბუნებრივად ნიშნავს რომ ენერგიის ექსპორტიორი. კი ბატონო, პლუს ექსპორტიორი და რამხელა ასე ვთქვათ, უარყოფით სალდოს შემცირებას და პირიქით დადებითი სალდოსკენ წასვლას ამ კუთხით. ძალიან მართლა ძალიან ისეთი საიმედოა ეს ნაწილი, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ფაქტები გვეუბნება, რომ ეს შესაძლებელია. ანუ ბოლო ტენდენციიდან გამომდინარე ფაქტები ამ ნაწილს გვეუბნება. სწორედ ამიტომ მინდა გითხოთ, აი გარკვეულწილად, როცა ჩვენ რეიტინგებზე ვსაუბრობთ ხოლმე, გარკვეულწილად აი შეფასებები უკვე მომდევნო წლების, ხო, ხა საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვახსენეთ, კი მიმდინარე წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც 7.2 დააფიქსირა, ასე ვთქვათ, პროგნოზი, გადახედა თავის პროგნოზს 1.2 მოამატა, ასე ვთქვათ, პოზიტიური ნიშნით. ამ კუთხით და ასევე გვაჩვენა გარკვეული გრძელვადიანი პროგნოზი. როგორია უფრო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის 3-4 წლიანი პერსპექტივა, თუნდაც აი შესაძარ ქვეყნებთან მიმართებაში რომ ავიღოთ საქართველოში. რა თქმა უნდა, ხო, წიათ ვახსენე. კი, აი თქვენ ახსენეთ დასაწყისში. ძალიან პოზიტიური და გამორჩეული ევრაზიის კონტინენტს და მსოფლიოში. სოფლიოში და ევრაზიის კონტინენტზე გამორჩეული მაჩვენებელი ერთულ მოსახლეზე რეალური და მსხვერპლუნარიანი ეკონომიკური სტატისტიკებით 24-30 წლები საქართველოს არის ევრაზიაში პირველ ადგილზე. და მიდის იმ მომენტამდე ქვეყანა, რომ გვაძლევს ნათელ სურათს, რომ საქართველოს უნდა გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ეს არის მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე დაახლოებით $15,000 ამერიკულ დოლარზე საუბარი. ძალიან წარმოიდგინეთ წელს უკვე გვექნება $10,000 მაღალი ეკონომიკა. $10,000 ერთ სულზე. და როგორც ვაჩვენებთ, როგორც ჩვენ ვხედავთ, აი როგორი არის სავალუტო კურსი, როგორ არის ეკონომიკური ზრდა, წლევანდელი როგორია სამომავლო ჩვენი ხედვა საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში როგორია საინვესტიციო პროცესების გაცხოველება და გაძლიერება, რომელსაც დიდი თქვა სავალუტო ნაკადების შემოდინება მოჰყვება, რა თქმა უნდა. ტურიზმის ზრდა, ექსპორტის მაჩვენებლების და რომელსაც ვალუტა შემოგვაქვს, საბოლოო ჯამში ადვილად მისაღწევია 2030 წლისთვის, რომ საქართველოს გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ეს ახალი დონე არის, ესე ვთქვათ, საერთაშორისო ასპარეზზე, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ქვეყანაა მაღალშემოსავლიანი სტატუსით. თქვენი პროგნოზები ძალიან სწორია ხოლმე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ჩვენ წლის დასაწყისში ვსაუბრობთ, როცა თქვენ აღნიშნეთ, რომ ორნიშნა იქნებაო დოლარში, ასე ვთქვათ. და ეხლა სავალუტო ფონდმა დაადასტურა, თუმცა იმის თქმა მე სწორედ სავალუტო ფონდის კვლევა მოვიხმე ამასთან დაკავშირებით, მაგრამ პირდაპირ ჩანდა კიდევაც, ასე ვთქვათ, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, როგორი შეიძლება მოხდარიყო ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირება და სავალუტო ფონდის კვლევაში პირდაპირ გაცხადდა
თუ რა იქნებოდა ერთულ მოსახლეზე თლიანი შერფუქციის მაჩვენებელი მის თვალთახედვით და უფრო მაღალ შედეგს დავაფიქსირებთ ვიდრე ფონდი ამას პროგნოზირებდა ჩანს უკვე ტენდენციები. კი ბატონო, მე დარწმუნებულობ ნოემბერ-დეკემბერი სამკუთხედ აქტიური იქნება. თან არ უნდა დაგვავიწყოსო მართლაც პრემიერმაც აღნიშნა რომ მთელი რიგი პროექტების სწორედ რევიზია აუდიტის დროს გარკვეული ტიპის შეფერხებები წარმოიქმნა როგორც ინფრასტრუქტურის მმართველობის ისე ენერგეტიკის მმართველობის რაც დღევანდელ ბრიფინგმაც დაადასტურა კიდევ ერთხელ შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი ყოფილიყო თუმცა ეს ეფექტი ფაქტიურად გადატანილია 2026-ის ასე ვთქვათ მოლოდინების ნაწილში. და ტემპების დაჩქერებასაც გამოიწვევს სამომავლოდ, იმიტომ რომ გასწორება პარამეტრების კონცენტრირება მომგებიან ეფექტიან პროექტებზე, ხარჯებექტურობის მატება და მისი არსებითი გაუმჯობესება ბუნებრივია ეკონომიკური ზრდის ტემპებს მხოლოდ დააჩქარებს და დადებითად დაისახება ინკლუზიურ განვითარებას. კი ბატონო, აქ თქვენ ერთ დეტალში ახსენეთ სწორედ ევროკომისიის შეფასება და რომელიც ასევე მაღალი იყო აღემატებოდა საერთაშორისო ვალუტა ფონდის მაჩვენებლებს, მთელი 3 იყო დაფიქსირებული. ერთის მხრივ ხედავთ ევროკომისიის მაჩვენებლებს, აი ამ დონეზე დაფიქსირებას, მეორის მხრივ ხედავთ რომ თუნდაც ასე ვთქვათ კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში, უკრაინის შემთხვევაში, მოლდოვის შემთხვევაში რა მაჩვენებლები გვაქვს. მიუხედავად ამისა ხდება ხოლმე ცალკეული ესეთი შეფასებები, რომ აი თითქოს საქართველოს რაღაცით ჩამორჩება ეკონომიკურ ჭრილში, ესეთ თუნდაც კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ მე ვფიქრობ თუ არ მეშლება თითქმის არ არის ეკონომიკური პარამეტრი, შეფასებადი პარამეტრი, მათ შორის თუნდაც ბიუჯეტის გამჭვირვალობა ეხება თუ ასე შემდეგ, ნუ კორუფციის ნაწილზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ, სადაც საქართველოს რაიმე ფორმით შეიძლება ვინმეს არათუ ჩამორჩებოს, არამედ საქართველოსთან ახლოს როგორ მოდიან, ასე ვთქვათ, კანდიდატი ქვეყნები. დიახ, თუ რეალურ კვლევებს შევხედავთ, კვლევებს, რომელიც დაფუძნებულია ფაქტებზე და მოხმობილია და განხილულია ევროკომისიის, თუნდაც ევროკომისიის ანგარიშებში, საქართველოს აქვს გაცილებით უკეთესი პერსპექტივა დაფიქსირებული რეალურ ფაქტებზე დაფუძნებით, ვიდრე კანდიდატ სხვა ქვეყნებს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს გულისხმობ და მაჩვენებლებს, რომელიც აქვს გამოქვეყნებული. კარგად აჩვენებს, რომ როდესაც რეალური კვლევის ჩატარება ხდება, როდესაც სამეცნიერო, ფაქტობრივ, რეალურ მაჩვენებლების ანალიზზე მრავალ წყაროზე, მრავალ ფაქტორიულ, თქვათ, შეფასებაზე არის დაფუძნებული კვლევა, ისე როგორც უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტის და მეთოდოლოგიის დაცვლით, პასუხი, როგორც ნებისმიერ მათემატიკურ ფორმულას აქვს თავისი მკაცრად განსაზღვრული პასუხი, ასეთივე მკაცრად განსაზღვრული პასუხი აქვს საქართველოს მიმართებით ევროკომისიის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის სხვა კვლევებსაც და ეს პასუხი არის დადებითი. ეს პასუხი არის ის რომ საქართველო არის გამორჩეული ქვეყანა და გამორჩეული ქვეყანა იქნება ეკონომიკური ზრდით და ეკონომიკური კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებით. შესაბამისად, აქ ჩვენ მხოლოდ მისაბაძი ვართ სხვებისათვის და ჩვენ ბუნებრივია ყოველივე ამას ღიად და საჯაროდ ვახორციელებთ. თუ რა რეფორმები ტარდება, თუ ბიუჯეტის გამჭვირვალობით საქართველოს ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით ბიუჯეტის გამჭვირვალობით საქართველოს არის სოფლიოში პირველ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენთან ყველაფერი გამჭვირვალეა ამ თვალსაზრისით, საბიუჯეტო ზედამხედველობით ვართ სოფლიოს საუკეთესო ხუთეულში იგივე ორგანიზაციის კვლევით და საზოგადოების საჯარო ჩართულობითაც ვართ საუკეთესო ხუთეულში და ამ სამი მაჩვენებლით, როგორც გამჭვირვალობა, საზოგადოების ჩართულობა და ზედამხედველობა ვართ სოფლიოს საუკეთესო ხუთეულში, ერთადერთი ქვეყანა, სხვა არცეთი არა სამივეში რომ იყოს საუკეთესო ხუთეულში. ანუ ჩვენ ვართ მისაბაძი ქვეყანა ფისკალური მართლობის თვალსაზრისით, ეკონომიკური მართლობის თვალსაზრისით და ეკონომიკური ზრდის ტემპებზე ეს როგორ აისახება, თავად ის ორგანიზაციები მეტყველებენ, რომლებიც კვლევებს ატარებენ და მათი დაკვეთით ჩადრებულ კვლევებით გვაქვს საუკეთესო შეფასებები. კი ბატონო, თქვენ აი აღნიშნეთ აბსოლუტურად სწორად, რომ ძალიან ასე ვთქვათ ჭირს იმ შეფასებებში საქართველოს უპოლო ესეთი უარყოფითი მხარე, რომელიც ფაქტებს ეფუძნება და ეს ფაქტებიც არის ხშირად არის ხოლმე, რომ რას ეყრდნობიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, აკეთებენ იმ ანალიზს, რომელიც რეალურად ხდება, ხომ ცხადია ისინი რაღაცა ვირტუალურ დაშვებებს ვერ დაეყრდნობიან. სხვა შემთხვევაში მაშინ ფლანგ გვაყოფილა ასეთი კვლევების დაფინანსება. ისეთი კვლევები ფინანსდება ევროკომისიის მხრიდან, მაგალითად, ან სხვა პატივსაცემის საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, რომლებიც საერთაშორისო მეთოდოლოგიის დაცვლით და პროფესიონალთა მონაწილეობით არის და ხორციელდება და რეალურ ფაქტების ანალიზს ეფუძნება. და როდესაც ფაქტის მიხედვით შენ ხებულობ საუკეთესო შედეგს, მაშინ პოლიტიკური ნარატივებიც ადეკვატური უნდა იყოს კვლევაში მოხმობილი სიმართლისა. არ შეიძლება სიმართლეს აცდეს
რიტორიკა. და ჩვენ მხოლოდ ერთადერთი თხოვნა გვაქვს და ერთადერთი სურვილი გვაქვს, რომ რიტორიკა დაეფუძნოს ფაქტებს. იმ ფაქტებს, რომელთა ანალიზის კვლევას დაფინანსებულია იმის თვების მხრიდან, რომლებიც ზოგჯერ ნარატივების თვალსაზრისით რაც ისე წყალობენ საქართველოს სამწუხაროდ. კი ბატონო, სამწუხაროდ ასე ხდება ხოლმე ეს ნაწილი. თუმცა ერთი დეტალით, რაზეც პრემიერიც ხშირად აღნიშნავს ხოლმე ამ თემას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნახეთ ასევე დასაქმების მაჩვენებლის და ხელფასების დის ტენდენცია, აქ არის ერთი ასეთი დეტალი, ასე რომ ვთქვათ, რომ მაინც სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში, მიუხედავად ესეთი დინამიური შემცირებისა, შეგვიძლია ვთქვათ, მაინც მაღალია, მთავარი გამოწვევა, ისე როგორც დასაქმების საკითხი აწუხებს, ასე ვთქვათ, მოსახლეობას. აქ ჩვენ შეგვიძლია ძალიან შორსაც წავიდეთ სისტემური პრობლემა, რომელიც განათლებას შეეხება, მაგრამ განათლებაზეც ვხედავთ რეფორმის ნაწილს, რომელსაც გარკვეული ტიპის დრო დაჭირდება. მიუხედავად ამისა, როგორ ვხედავთ, ასე ვთქვათ, ამ ნაწილს სიღარიბესთან ბრძოლის მხარეს, რა ძირითად ნაბიჯები შეიძლება გატარდეს, რომელსაც შედეგები რაღაც შემთხვევაში იქნება მოკლევადიანი, რაღაც შემთხვევაში საშუალო და გრძელვადიანი. საქართველოს აქვს გამართული სოციალური პოლიტიკა და საქართველოს აძლიერებს ამ სოციალურ პოლიტიკას, რომ მაქსიმალურად შეეხიდოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც სოციალურად შეჭირვებულია და არ დაუშვას სიღარიბის გაღრმავება ერთი მხრივ და მეორე, რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, ორიენტირებულია დარგების განვითარებაზე და დასაქმების მატებაზე. დასაქმების მატებაზე კერძო სექტორში, კერძო სექტორის წახალისებაზე, საინვესტიციო პროცესების გაუმჯობესებაზე, რაც გამეორებ დასაქმებას უწყობს ხელს და შემოსავლების დონის მატებას, მოსახლეობაში ხელფასების მატებას. ასე შემდგომ. საბოლოო ჯამში სოციალური პოლიტიკა, საპენსიო პოლიტიკა, საინვესტიციო პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, ფისკალური პოლიტიკა ქმნის პლაცდარმს გარემოს იმისათვის, რომ სიღარიბე შემცირდეს, სიღარიბე მცირდება, ამას ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციები. სოფლიო ბანკი არა მხოლოდ აბსოლუტურ სიღარიბის დონეს, არამედ კიდევ სამ დონეს აქვეყნებს და იქაც საქართველოს აქ პროგრესი სიღარიბის სხვადასხვა დონეების თანმიმართებაში აბსოლუტური სიღარიბა ერთნიშნად და უნდა საერთოდ დავიყვანოთ ნულამდე 2030 წლამდე თუ ავიღებთ პერიოდს რაც რამდენი დარჩა ხო ძალიან ცოტა წელი 5 წელი. ამ ტემპით აბსოლუტურად რეალისტურია. რო გავანულოთ შემოსავლიანში გადასვლა მეორე მხრივ სიხარიბე უნდა განულდეს. ჩვენი მიზანია სიხარიბე განულდეს. და სიხარიბე განულდება. უმუშევრობა შემცირდეს და გახდეს ერთნიშნა და დაბალი მაჩვენებელი ისე როგორც ძლიერ ქვეყნებშია უმუშევრობის მაჩვენებლები და საბოლოო ჯამში ამიტომაც არის ძალისხმევა ჩვენი რომ მაქსიმალურად ჩავერთოთ და განვახორციელოთ მაღალი მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტები მრავალმილიარდიანი ამიტომაც არის რომ საქართველოს ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ გახდეს პროფიციტული ეკონომიკა და უფრო მეტი ფული შემოვიდეს ქვეყანაში ვიდრე გადიოდეს და აქ ძლიერდებოდეს ადგილობრივი ეკონომიკა და მდიდრდებოდეს ქვეყანა საერთაშორისო ვაჭრობით. ამიტომაც ვახორციელებთ ის საერთაშორისო პროექტებს, რომელსაც მე ევროკავშირი ორმხრივი ინტერესის პროექტს უწოდებდა ენერგეტიკული თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსაც, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული გაძლიერებისათვის და საქართველოს უქმნის შესანიშნავ საშუალებას გახდეს ძლიერი საექსპორტო ქვეყანა ენერგორესურსებისა და აძლიერებს ევროკავშირის ეკონომიკას და საკუთარ ეკონომიკასაც აი ამ პროექტის განხორციელება. ამის ინიციატორი ამ პროექტზე ხომ საქართველოა. მისი იდეა იყო ჩვენი ქვეყნის იდეა იყო მისი განხორციელება და უკვე თუ მხარდაჭერა უკვე ძლიერი ძალისხმევები ხორციელდება ყველა მხარის მხრიდან, რათა ეს პროექტი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს და გაკეთდეს. კი ბატონო და ერთი ნაწილიც რაც მინდა აღვნიშნო, რადგან შავი ზღვის კაბელი ვახსენეთ აუცილებლად ბოლო დეტალი მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად არის ხოლმე საუბარი და ასევე ფაქტების საწინააღმდეგო ოპონენტების მხრიდან, რომ შუა დერეფნის მქონე ქვეყანა საქართველოს თითქოს რაღაცნაირად ცდილობენ რომ აი თქვან რომ აი შუა დერეფანი არც თუ ისე ეფექტურია, თქვათ აი არსებობს ალტერნატივა ზანგეზურის სახით ასე შემდეგ და თითქოს საქართველოს როლის დაკნინებაზეა საუბარი. როგორ ფიქრობ ამ შემთხვევაში რამდენად რეალისტურია ეს რომ საქართველოს შუა დერეფნის მთავარი მოთამაშეებიდან ეს გამოთვლის მცდელობას პერსპექტივა კონდეს? ნუ არის ძალიან მარტივი საშუალება ამის დასანახად, ესა რუკა. შეგვიძლია დავინახოთ გავშალოთ რუკა გლობუსი დავაკვირდეთ და მივხვდებით რომ საქართველოს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ადგილი იმისათვის, რომ აქ საბაჭო დერეფანი არსებობდეს, განხორციელდეს და უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ყველა ქვეყანამ საქართველოზე გავლით საბაჭო ურთიერთობის განხორციელების. ეს პირდაპირ ინტერესია ევროკავშირის და ბუნებრივია გამორიცხულია, რომ საქართველოს გვერდი აუაროს ვინმე. საქართველო არის გამორჩეულად სტრატეგიულ ადგილზე მდებარე ქვეყანა. ეს რომ ჩვენ სტრატეგიული ადგილი აქვს კონდეს არც არავისთვის არ ვიქნებოდით საინტერესო, არც მტრებისთვის და არც მოყვარეებისათვის, ფიგურალურადაც და რეალურადაც რომ ვთქვათ. ჩვენ რომ ძალიან საინტერესო ადგილზე ვარ და მნიშვნელოვან ადგილზე, ამიტომაც არის ძალიან დიდი ინტერესი საქართველოსთან მიმართებით და ეს ინტერესი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ. და საქართველოს მთავრობა ამას აკეთებს, ქვეყნის საკეთილდღეოდ იყენებს და იმ საერთაშორისო პროექტებს ახორციელებს, რაც საერთაშორისო პროექტებით საქართველოს გააძლიერებს და გამორჩეულ ადგილს მიაკუთვნებს მსოფლიოში. ძალიან დიდი მადლობა, ბატონო მიხეილ, ძალიან საინტერესო მიმოხილვისთვის, მართლაც ვთქვათ მიმოვიხილეთ პროცესი, წარმატებას გისურვებთ კიდევ ერთხელ და მადლობა ყოველთვის თქვენი ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. Business Insider-ი დღეს დასრულებულია. ჩვენ დავუბრუნდებით ტრადიციულად მომდევნო 4 შაბათს 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ.